საღამომშვიდობის მეგობრებო, ეს ვიდეო მინდა ჩავწერო, ზოგადად მაქვს თუ არა მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემები, თუ არა მაქვს პრობლემები. ეს თამაშსაც შეეხება, ნარკოტიკსაც შეეხება, სასმელს, პლანს, მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ სუბსტანციაზე და ასევე ქცევით დამოკიდებულებაზეა საუბარი. მოკლედ პირველი კითხვა რაც არის, თქვენ თავს უნდა დავუსვათ, შემიძლია მე შეჩერება როცა მინდა? დღეს პირობითად ან ნარკოტიკს მოვიხმარ, ან თამაშობ და ვიტყვი რომ მორჩა всё ხვალიდან აღარ მოვიხმარ, ან აღარ ვითამაშებ და მე რა ხდება? ეგ დავუსვით თქვენ თავს კითხვა, ან გაიხსენეთ ძველი დრო გაგიკეთებიეთ ეგეთ რაღაცა რომ გითქვამთ და შემდეგ ისევ კომპულსიურად გაგიგზელებიათ მეორე დღეს და ისევ გითამაშიათ ან გიკაიფიათ. თუ ეს კომპულსიურად გრძელდება, მეგობრებო, მაშინ თქვენ დამოკიდებულების პრობლემები გაქვთ სამწუხაროდ. მეორე, რაც უნდა დაუსვათ თქვენ თავს შეკითხვა, მალავ თუ არა იმ მოქმედებებს, რასაც ვაკეთებ. პირობითად დავდივარ კაზინოში. ამას მალავ ჩემი ახლობლებისგან თუ არ მალავ. თუ მალავ, ესე იგი სადღაც ხვდები რომ პრობლემა მაქვს, ესე იგი სადღაც ხვდები რომ ზედმეტ რესურსს ხარჯავ, ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები, მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, წელიწადში ერთხელ მიდიან და როგორც კინოს ბილეთი ისე რაღაც შოუსთვის მიდიან კონკრეტული თანხით, დახარჯავენ იქ რაღაც ადამიანებთან კომუნიკაცია, გოგოებთან რაღაც მუსიკას უსმენენ. წააგებს თანხას თუ მოიგებს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს და შემდეგ მოდის ანუ სახლში და აღარ მიდის ან რომს წააგოს ის აღარ ბრუნდება, აღარ რეკავს მასესხე თანხა და ასე შემდეგ. და მესამე ანუ თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, ხვალ რო გთხოვოთ, თქვა ოჯახის წერმა, ჩემ თავს გაფიცებ ნარკოტიკი არ მოიხმარო ან არ ითამაშო, შეძლებ თუ არა და არჩევანს გააკეთებ თუ არა ოჯახის წერზე. თუ ვერ აკეთებთ არჩევანს და გიჭირთ და მაინც მიდიხართ ნარკოტიკისკენ და თამაშისკენ, მარტივია ხო მეგობრებო, აქაც მოკლედ შენ თვითონ უპასუხებს შენც იმას დასმულ კითხვას, რომ მე მირჩევნია დღეს გავაკეთო არჩევანი ნარკოტიკზე და თამაშზე თუ ოჯახზე. თუ ვერ ვაკეთებ, ესე იგი ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს. თუ ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს, ესე იგი რას ნიშნავს? დამოკიდებული ვარ, მიჯაჭვული ვარ. დამოკიდებულება როგორი დაავადება ხო მიჯაჭვული ვარ რაღაცაზე და ვერ ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს, ჩემს აზრებს და კომპულსიურად ვიქცევი ყოველთვის ერთ და იგივენაირად. ძალიან კარგი ფილმია, მეგობრებო, ჰით ლეჯერი თამაშობს, ცხონებული კენდი ქვია, ორ ნარკოდამოკიდებულ შეყვარებულზე, ძალიან მაგარი სიტყვებია, რომ როდესაც შემეძლო გაჩერება არ გავჩერდი და როცა მინდა უკვე გაჩერება, სამწუხაროდ არ შემიძლია. ეგრე არის დამოკიდებულება. თავიდან რო იწყება, შეგიძლია გაჩერდე, მაგრამ არ აჩერებ, იმიტომ რომ გონია, რომ მე როცა მომინდება, მაშინ გავაჩერებ, მე პრობლემა არ მაქვს და როცა მოდის უკვე ის ტკივილი, შინაგანი, ფიზიკური, სოციალური, მე სამწუხაროდ უკვე არ შეგიძლია. ზუსტად ეგ არის ეს დაავადება. და ეს კითხვები შეგიძლიათ ზუსტად თქვენ თავს დაუსვათ, რომ შემიძლია მე დღეს თქვა პირობითად არ ვიკაიფო ან არ ვითამაშო და შევასრულებ სიტყვას? თუ ვერ ვასრულებ, მეგობრებო, ესე იგი რაღაცა პრობლემა მაქვს, ხო? ან მეორე, თუ ჩემი ოჯახის წევრი თხოვს პირობითად ხვალ არ ითამაშო ან არ იკაიფო, შემიძლია ამას გავაკეთებთ? თუ ვერ ვასრულებ, მე არ გეუნებით, სისუსტე არ არის, ეს დაავადება არის, ესე იგი ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს, ცუდად ვარ და მჭირდება დახმარება. და ასევე მესამე, მალავ თუ არა ჩემს ნარკოტიკის მოხმარებას, ჩემ თამაშს. თუ მალავ, ესე იგი სადღაც მჯერა უკვე, რომ ეს ჩემთვის საზიანოა, ჩემი სოციუმისთვის საზიანოა და შესაბამისად უკვე ეს ჩემთვის პრობლემა არის. თუ შეგიძლიათ ამ სამ კითხვით იხელმძღვანელოთ და პასუხები უკვე თქვენ თავში არის, ყველაფერი თქვენ თვითონ გაცემთ, გაქვთ თუ არა დღეს პრობლემა დამოკიდებულებასთან თუ არ გაქვთ. მე ყველას გისურვებთ მშვიდ და პოზიტიურ ღამეს. მადლობა.